ეგრეთ წოდებული განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოთა შორის დავაზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის ფონზე მიმდინარეობს. ამასთან ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბორდერიზაციის პირობებში სისტემატურად ირღვევა სიცოცხლის უფლება, წამების არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება უკანონო დაკავებებისა და პატიმრობის კონტექსტში, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, საკუთრებისა და განათლების უფლებები და მიმოსვლის თავისუფლება. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით აგრეთვე მკაფიოდ აღინიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართული ენა არის მშობლიური ენა. აღნიშნულ ისტორიულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ოფიციალური უწყება გამოეხმაურა. იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ოფიციალურად დასრულდა კიდევ ერთი ბრძოლა ქვეყნის გამარჯვებით და ამ გამარჯვებით ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ბორდერიზაციის პროცესის უკანონობას. გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ბორდერიზაციის პროცესის უკანონობას. კონვენციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა დე-ფაქტო ორგანოების მიერ დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა და ასევე დადგინდა, რომ სისტემატურად ირღვევა სიცოცხლის უფლება, წამების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, საკუთრების უფლება და ასევე გადაადგილების თავისუფლება. ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურნენ. ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისთვის. კიდევ ერთხელ უმაღლეს სამართლებრივ დონეზე გამყარდა ის, რომ ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამო ქმედებებზე, რომელიც ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციასა და ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაში გამოიხატება, პასუხისმგებელი სწორედ რუსეთია. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად გამტკიცდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა. სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ქმედებების სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადასტურებს, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის სიცოცხლის თავისუფლებისა და უსაფრთხოების, საკუთრებისა და თავისუფლად გადაადგილების უფლებები. აღნიშნული გადაწყვეტილება თავისი არსით წინ გადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით დევნილი საზოგადოების ლეგიტიმური უფლებების დაცვის, სამართლიანობის აღდგენისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. ანალიტიკოსი გიორგი ჯახაიაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს გამარჯვება საერთაშორისო ასპარეზზე უმნიშვნელოვანესი ფაქტია. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც იქნება პრეცედენტი სხვა სასამართლოებისთვის. უამრავი სარჩელი იქნება შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაში და ის მოსახლეობა, რომელიც დაზარალდა რუსეთის მხრიდან, აუცილებლად შეიტანს ამ სარჩელებს და მოთხოვს შესაბამის ორგანოებს, რომ რუსეთს დააკისროს ვალდებულებები და მიიღონ ვლადი დახმარება რუსეთის მხრიდან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხდომა გაიმართა, რომელზეც მთავრობის წევრებმა განიხილეს კანონპროექტი 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე. ასევე აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი პროგრამირებისა და სერვისების სააგენტოს რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს შექმნის შესახებ. მთავრობის წევრებმა ხდომის ფორმატში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მიერ 2024 წელს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ასევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩიეს. პრეზიდიუმისა და პლენარულ სხდომაზე ორი კომიტეტის საკითხი გაიტანეს. უმაღლესი საბჭოს წევრებმა საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით ნუგზარ მგალობულიშვილი, ხოლო საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამას ხუბუ აირჩიეს. დეპუტატებმა ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანისა და რეგლამენტის პროექტის განხილვის პროცედურის შესახებ იმსჯელეს. ავირჩიეთ განათლების, კულტურისა და საერთაშორისო კავშირების კომიტეტის თავმჯდომარე. თავმჯდომარე გახდა ისევ ბატონი ნუგზარ მგალობლიშვილი, რომელიც გახლავთ ცნობილი მოღვაწე, პოლიტიკური მოღვაწე, სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი პიროვნება. მეორე კომიტეტი, რომლის თავმჯდომარე დღეს ავირჩიეთ, ეს არის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი. აქ ცოტა განსხვავებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული კოლეგებთან შეთანხმებით, უმრავლესობის გადაწყვეტილებით. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა შეუთავსდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ბატონ თამას ხუბუას. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც ამ კომიტეტის წინაშე დგას, იქ ამოცანა ძალიან ბევრია, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, რაზეც განსაკუთრებული ყურადღება არის მისაქცევი, ეს არის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვარ და ამ ეტაპზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე შეთავსება მოხდა ამ კომიტეტის ხელმძღვანელობისა. კომიტეტი მოგეხსენებათ უმნიშვნელოვანესია, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი და ყოფილ თავმჯდომარესთან ერთად, ბატონ მურმანთან ერთად, სხვა მის წევრებთან ერთად ვეცდებით, რომ უმაღლესი საბჭოს წინაშე მდგარი ამოცანები და უპირველესი ამოცანა არის რესპუბლიკური ბიუჯეტის პარამეტრების მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიანობის ამაღლებაში ჩართულობა მთავრობასთან ერთად, ჩვენს კომიტეტებთან ერთად. აპრილი ტრაგედიისა და ამავდროულად გამარჯვების დღეა. საბჭოთა შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე მშვიდობიანი აქციის სასტიკი დარბევიდან 35, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან კი 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი და ტრაგიკული მოვლენები დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე გარდამტეხად იქცა და 2 წლის თავზე ისტორიული რეფერენდუმის ჩატარებითა და უზენაესი საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებით დასრულდა. ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. აღავდეს ღმერთი. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა. ირაკლი კობახიძე ადგილზე თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა. 9 აპრილის მემორიალთან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ეს არის დღე, რომელიც ერთდროულად ასოცირდება ერთი მხრივ დიდ ტკივილთან, რომელიც ტკივილიც იმ ადამიანების დაღუპვას თანსდევდა, რომლებიც თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და მეორე მხრივ 2 წლის შემდეგ ზოგად გამსახურდიას ხელმძღვანელობით სიმბოლიზმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გაყვება ამ თარიღს, დიდი სიხარული შეძინა ამ თარიღს და ეს არის ამავდროულად გმირობის და
ისეთი მაგალითის დღე, რომელზეც ჩვენი შვილები უნდა გაიზარდნონ. 9 აპრილისიდან გავიდა 35 წელი, არის უდიდესი ტკივილი და ტრაგედია საქართველოს და განსაკუთრებით ხაზი უნდა გაუსვათ იმ თავგანწირვას და ტრაგედიას, რომელსაც შეეწირნენ ჩვენი ახალგაზრდები, მაგრამ ამ თავგანწირვას უდიდესი შედეგი მოჰყვა ქვეყნის გაერთიანება, გაბრწყინება და ასე ვთქვათ დამოუკიდებლობის მოპოვება. მე მჯერა რომ სწორედ აი ამ შედეგს ჩვენ ეხლა ვიმკით და სწორედ მალე იქნება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და მიზანი რომელსაც იბრძოდნენ ეს ახალგაზრდები თუ ზრუაგაცრულიად საქართველოს მიღწეული იქნება. ის დღე იყო საქართველოს აღორძინების დღე. მაშინ რომ ერთად ვიყავით ხალხი და ერთად ვიდექით და ერთმანეთს პატივცემდით, ის დაიკარგა სამწუხაროდ. შედეგი რა არის? შედეგი ის არის რომ დამოუკიდებლობა აღვადგინეთ. 9 აპრილი საქართველოსაც არის ძალიან ტკივილიანი, მაგრამ ძალიან ამაღლებული დღე. კი ბატონო, მსხვერპლი იყო გაღებული, რომ საქართველოსთვის დამოუკიდებლობა ყოფილიყო მოპოვებული, თავისუფლება მიგვეღო. გულის ტკივილით ვიხსენებ ხოლმე იმ პერიოდს, გულის ტკივილი და სიამაყეთა სხვათა შორის, იმიტომ რომ ასეთი ერთიანები, ასეთი აი როგორ ვთქვა, გამტანები, თბილები, მოსიყვარულეები, აი საოცარი ხალხი ვიყავით, აი საოცრად გვიყვარდა ერთმანეთი, ერთმანეთს უფრთხილდებოდით. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზი გაიხსნა. უმაღლეს სასწავლებელში ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენციაც გაიმართა. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია ესწრებოდა. დარბაზის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეროვნული მოძრაობის საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ჩვენ დავამტყვიეთ ბატონის ზვიადის 85 წლის იუბილეს. დავამტყვიეთ 9 აპრილს რეფერენდუმს და ძალიან ბევრ თარიღებს ერთმანეთთან. დღევანდელი დღე. ანუ ეს არის დარბაზი, სადაც გაიმართება ყველაზე დიდი, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული სახელმწიფოებრივი დანიშნულების ღონისძიება. ეს არის არამხოლოდ ეროვნული გმირის პატივისცემა, არამედ ეს არის საქართველოს უახლესი ისტორიის წამოწევა ზოგადად და ადამიანების ყურადღების მიქცევა აქეთკენ, რამდენადაც ძალიან ხშირ შემთხვევაში უახლესი ისტორია არ არის სათანადოდ შესწავლილი და არ არის სათანადო დასკვნები და საკმარისი დასკვნები, სიმართლის შესაბამისი დასკვნები გამოტანილი. ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მომავლისთვის, რადგან ისტორია არ არის ისეთი რამ, რაც მხოლოდ წარსულშია ჩარჩენილი და მას გაგრძელებები არ გააჩნია. მსგავსი დარბაზის არსებობა ისტორიული მნიშვნელობისაა, რამე თუ ჩვენმა ახალგაზრდებმა, მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ უახლესი ისტორიის გმირები, ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს საკუთარი სიცოცხლის ფასად იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა აღდგენილიყო და ამისთვის ძალიან დიდი ბრძოლა გაიარეს. ზვიად გამსახურდიამ მოახერხა ყოველგვარი სისხლის ზღვრის გარეშე საქართველოს დამოუკიდებლობამდე მieყვანა. მან ჩაატარა რეფერენდუმები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ჩვენ ვართ ვალდებული ვიკულიოთ როგორც მისი პოლიტიკური მემკვიდრეობა, ასევე სამეცნიერო მემკვიდრეობა. და სწორედ დღევანდელი კონფერენცია ამას ეძღვნება.